რა სიტყვით ახლა ჩვენ თავრობაზე? კაი რა უნდა თქვა შეკაცო. დედი გააძვირეს. ბელზიმი გააძვირეს. გაზი გააძვირეს და პენსია მოგვიბადეს 10 მანათი, დაბა? გიჩვენი ვერა. გიჩვენი. დღეს კაცი მაგას სიტყვით ჩვენ თავრობაზე? აბა ვლადიმირ. შენ რა სიტყვით ჩვენ თავრობაზე? მიდი. მიდი გენძე. ვიყი აბა რას ვიზამ კაცო? რა არის მთავრობა? პარლამენტი. კანცელარია, საკრებულო. საკრებულო მიიღო დადგენილება. გადააწოდა კანცელარიას. კანცელარიამ თავისი შესანიშნავი ფინტებით ჩააწოდა პარლამენტს. პარლამენტმა მოაწყვა მასწავლებლები. მოაწყვა ლექტორები. მოაწყვა აკადემიკოსები. მოაწყვა ჩვენ. დღეს უფასო სასადილოში. მაგას სიტყვის კაცი ჩვენ მთავრობაზე? მე ვიტყვი აგერ ჩვენ მთავრობაზე. ჩვენი მთავრობა ჭამოდები კაცი ჭამოდები. გამარჯობათ, მოგესალმება ტელეკომპანია იმედი. თქვენი ყოფებით ახლა პირდაპირ ეთერში და გვაინტერესებს თუ რა აზრით ახართ უფასო სასადილოზე. კაია მამულია, კაი. კაია, რაც კაია, კაია. დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას და პრეზიდენტს. კაია, მადლობა. კაი. გამარჯობათ, მოგესალმება ტელეკომპანია რუსთავი 2. თქვენი ყოფებით ახლა პირდაპირ ეთერში და გვაინტერესებს თუ რა აზრით ახართ უფასო სასადილოზე. მამკაცებო ბუაკით. მაგასა გრიპი და გება ბაიცარა პირში და მეგეთ მიაგეთ. კაია მამულია. კაია, რაც კაია, კაია. დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას და მიშას. მადლობა. კაია. კაია. დავა. გამარჯობათ, მოგესალმებათ ტელეკომპანია პირველი არხი. თქვენი ყოფებით ახლა პირდაპირ ეთერში და გვაინტერესებს თუ რა აზრით ახართ უფასო სასადილოზე. მამკაცი აგეთ, ხوار გარააყლაბებ თორლუკვას ვიკა. მაგას ახლა უკვე და გრიპი ახლა გამოუნელდებოდა. მეგეთ მიაგეთ. კაია მამულია. კაია, რაც კაია, კაია. დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას და მიშას. მადლობა. კაია. შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილები იუწყებიან რომ მე კაია ხამაგი გეგეთია ყაჩქარაგი და თორე უძახე კაკოია მომხიძაც შეგადა შნურით მიკროფონი ვასროლია ჭამე ტახუნია ჭამე შესასიხტილო ვიდარი ჩემი ახალგაზრდა ვიდარი ჩემი პენსიონერა ვინა მოშინ ვარ უყარს ვინა ხამერ ვარ მასინებს ვინ ჭამი ახლა თორე მოვა სააგაში და შეგიწევს მორს ჭამე ჩემი დახმები რა ყოფილა ბიჭო სიბერე ადრე კაცო ახალგაზრდობაში როწევიდოდი სანადიროდ დათვზე ხელით ვიჭირავდია საკურდღელს ახლა კარტოფილს ვერ ვიჭირავს აინში არა ჯალა ჭკუით მაჯობა ტატიანემ ჭკუით გააკეთა დროულად ვიზა წევიდა გერა იტალიაში და ახლა ფლორენციის სათნოების სახლში მიირთმევს პიცას ჩემსავით წყალწყალა ბორშს კი არ ხულიფავს მამხედი აქით მაგან ალბათ ვიცხას პიცა და ვიდოჯავს პიცა ნეკრა ჭკუა დავყოლოდი ბეც გავანძრევდი ხელფეხს მოუვლიდი ბებერს ეს არია მე ბებერი არა ვარ კაცო კაი კაი შენ ჩემთვის კაკ მინიმუმ კაიხლის მტარი და რა თქვა იგი ბიჭო ხო მართლა კლარა შენ რამდენი წლის მკვდარი ხავს პირველი ქმარი ვაი საწყალი ჩემი სავლე ქორწინებიდან 1 წლის თავზე საოპერაციო მაგიდაზე განსხვავებული დალია სული ისა შვილი თუ დაგჭათ შვილი გერა შვილები შეკალო 4 წლის 3 წლის 2 წლის და ჩვენახევრის შეკალო წლის თავზე თუ მოგდათ 4 ბავშვი საიდან დაგჭათ სავლე მოგდა მეზობლები კი არ მოგდა შეკალო მოზია ბაჭა ალა ვინ არის ჩემი პენსიონერა ვინა ღამენ არ მოსეკო აფიციანტ ხა შეგადა ბიჭო აი შეხედი ამა შეხედი აქ რატოა ჩემს ანში ტარაგანა შუმად გაიგონებენ სხვები და სხვებსაც მოუნდებათ
საუნახო სამთან შემდეგ დარაკანა მე. არა, მეტი. ჩაღუნე თავი და ჭამე მაგ. კაია ხორციანია ჭამე. დავაგვიანე ხო? ვაი თუ ჩემი წილი ბორში დაჭამი გაქვთ. რო გადაგიშხვილებთ ამ დროს დაგიროფავ თავებს. არ უჭამიან რასერჩი? რატო დაგაგვიანდა ანტუშა რატო? ვერ მოვაგენი ჩემოდახუნიე ვერა. მერე გევიკეცი მარჩელ. შვილი 20-იანი გურო უხატე. მომასწავლა სად იყო და ქებევედი აგე შეხან ჩემი ბატონი. კი ბარა, შენ რა იზაგა თვალი ჩალურჯებული? რა იზადა? კროსვორდს ვახსენებდი, კროსვორდს. და ჩემს ქალბატონს კითხემ სამშენებლო მასალა 100-ზე. მითხრა აგური. მე ვეხუმრე და უთხარი მოგთა ამ ხალაგური თქვა და ჩემ შეჟაგე. შენ რატო გოჭლობ? შენ. მე რატო გოჭლობ და იგი დებეცა. რა? აგური. ესე იგი ახალი ამბავი თუ იცით თქვენ? ახალი ამბავი. გუშღამ. მე და ჩემი ქალი ვართ წამოწოილები ცალცალკე. არ დაგვესხენ მიჯო კაჩაღები ერთად. კაჩაღები დაგვესხენ და ასე. კარამსკოჩენ სკამზე. ასფარტეს კოჩები როა ის. კარამსკოჩენ სკამზე და ჩემ ცოლს არ მოთხოვენ მიჯო ოქრუები? გორო უბრიალე თვალები აქიდან. რა ვამეიღებ და ხმას? და ამ კაჩაღებმა მიჯო არ გაახურენ უთო და ჩემი ქალი არ დააუთოვენ? მერე 16 წლის გოგოსავი და დადგინცირებული გრამი დაოჭერა სახეზე. აბუა, ამხანე შენ. ხევარ პენსიონერი მაგრამ ასე ნუ გარეიხრები მანდა მაინც ამიგე. აი, გამოდია მიდია. აბუ მე ნამხეთი აქ მოგიაკეთე. ოი ბედნა. მალი აგერია. რამდენი წლისაა ბაბუა? 40-ის. 40-ის? მე წლის თავის მეგონა? შვილები თუ ყავს, შვილები? შვილები კი ჯერ გათხოვილიც არა ვარ. აი კაცო. დიახ. მაშინ ერთ კაირჩევას მოგცემ ახლა მეშე. მამე ცხელი. თუ იქინდა გათხოვება, ნუ გუნესი Gabrieli da la griceva o kharat madli kenis khwas mieti sanam gamkhar mi duris qwavis tore mise chamochnevi vigasendo me biqwavi na 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 შენ რაც დაბერდი სულ გამოშტერდი. კეზარია. კეზარი. გამიცე მაგლა ყველაფერს არ დაგიმალო. არ დაგიმალო. შენ და ვლადიმირს. ერთად ლოგიში რამე ანცობა მაღვალაკობა უბედურობა არ ჩაგიდენიან. უიმე. რამდენი დღეა და რამდენი გამეა კაცური ალერსი თვალი და ძალმინახია უკვე რა ხანია არ გამიხარია თვალები წრემლებით ყოველგან ნავიანია რა ეგ რა ვაკუთიანი ვარსკვლავი თქვენი ხარ შეგალა ჩემ ჭიას ქევახარებდა რა ვაჭიები წავს თუ ატუშა ამას წინათ ატუშა დივარ ავტობუსში ახალგაზრდა ქალი არ დამადგა თავზე აი კერხსერი ახალგაზრდა ამას დივარ ხوای დაუთვი ადგილი ჩამევედი ავტობუსიდან გავაგზელე გზა რესტორნიდან გამევიდა 5 ვაშკაცი ვიდი და ატეხენ ჩხუბი კერხსერი ახალგაზრდა კაშარეკლე ჩართე დავაწინე ყველაც გავაგზელე გზა და სასტუმროსთან ჩემმა ძველმა ნაცნობმა მოხუცმა ქალმა
დაეჭვოდ არ ჩამიკრა თვალი კევიხსენი ახალგაზრდობა მარა მისი ახალგაზრდობა ქედემე კარგამადა უყურია მაშინ ღალატობი ხო უი ალა ვინ არის ჩემი ახალგაზრდა ვინ არის ჩემი ბაბნიკი ვინ აღამენوار მასვიდებს ვინ არიდი რომ ჩემოდახულია და ვარეს გეტყვი შენი არ იყოს მეც გევიხსენი ახალგაზრდობა აბა გევიხსენი ახალგაზრდობა აგერ დაბაიჭებული ვარ გასვენებაში თამადად ოთხ შაბათს ვარ შეჭირილზე ხუთ შაბათს ვარ 40-ზე პარასკევს წლის თავზე აი ჩემო ბატონო თამადად ჩემო ბატონო შაბათ შაბათზე ქორწილი რაგამე მეჭხირას აიყვე ვირას ისევე გასვენებაში და ასე მოკეიფე კაცი ვარ მე აბა ომა გამტეხა ომა გამტეხა თუ არა თქვენ ახალგაზრდობაში იყავით იმფერი ახლა ვიქნებოდი მე აბა ამ მენდლებს რო უყურებ შენ ეს კასტუმს გერ მოყოლია ეს პირველი მენდალი 22 ივნის როდი იწყო ომი გამთენიას ნაშუა დღეს უკვე წვეჩავარდი ხონა ჰიტლერმა რო დამიბარა და ასე ჭხილები დამაძრო სულ თითებზე და მაინც ვერაფრით რო ვერ მათქვევია თუ სად იყო ჩვენი შტაბი არ ვიცოდი თუ არა ვარ ვიტყოდი მაშინ მომცა და 45-ში 9 მაისს რო დამთავრდა ომი და 10-ში უკვე გარეთ ვიყავი გამათავისუფლეთ და სტალინმა რო დამიბარა და სულკდარი და ცოცხალი ვაგირა რატო ჩავარდი წვეთო და ენა რო არ შეუბრუნე მაშინ მომცეს მედალი ამ მენდლებს რო უყურებ ამის მიღებაზე ოცნებობდი და ერთხელ მართლაც შევიდრე გმირობა მე და ჩემი გენერალი მივიდოდი დაზვერვაზე და უცბად ჩემი გენერალი არაფერთ თავიჯო ნაღზე გაყარა მედლების სტაცახელი დებიკარგულზე გენერალი მოვხიგე მოაგროვი ახლა რაც ნახე იქინა და ყური გამევიდა მარტო ჩავდები კონვერტში გოუხსნადე ოჯახს ყური კაცო მარტო ხო აბა ოჯახი არ ვაყოფილი გოსაყვის ყურში რომ აქვს დაგაც ახლა გაჩვიდებ თლაგლავნი მენდალს ეს არის თლაგლავნი ამენლებს რო უყურებ შენ იმასთან შედარებით ვეფერი შვილია ის ამას ამენდალს რო უყურებ 27 ნემენცი ქალი ყავს დავე ხო მობლულია ბოლოშვა მობლულია რა დამავიწყებს ომის დღეებს და მერე მის დამთავრებას ვაი ჩემი ვლადიმირი რო ჩამევიდა ისევ ყავდი მონატრებული რა ვარ ჩემევიდა ჭიშკარში რომელცა იქვე ბლის ხის ქვეშ სულ მდგვერი ამადინა მერე სახში ვერ შედით შეკალო არა ბალი სულ სხვა კაცებო დაავტორე ჭამა წევით მე შეგამძეხი და აცი თუ გინდა დახურულა ქოურობა რასებო კესარია ხვალ რა იმჭამო ჩეკალო მე აი თქვენი კითხე თუ არა მიაგერა კუზში მაგ შენახული ყველაფერი რა